პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნება მწვავედ გააკრიტიკა და თქვეს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებს პირადი მიზნებისთვის იყენებს. ბრალდებებს უპასუხა მმართველმა გუნდმა. უმრავლესობაში განაცხადეს, რომ პარტია საქართველოსთვის სპეკულაციებს ეწევა და პოლიტიკურ სვავს ემსგავსება. თეონა მანაგაძე მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. თეონა, გისმენთ. პოლიტიკური განცხადებებისას მთავარი საკითხი საგარეო პოლიტიკა იყო, კერძოდ თუ რა პოლიტიკას ეწევა საქართველოს საგარეო მიმართულებით და როგორია საერთაშორისო დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ქართულ ოცნებას ამ მიმართულებით რამდენიმე პოლიტიკური გზავნილი ჰქონდა. მმართველ გუნდში თქვეს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლას და პოლიტიკურ შანტაჟს. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები და სახელმწიფო ინტერესები არაფრის ფასად არ დაითმობა. მათ თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იმ შანტაჟს და ზეწოლას არ დაექვემდებარება, რასაც მათი განცხადებით საერთაშორისო მიმართულებიდან აქვს ადგილი. ამ ჭრილში განსაკუთრებული აქცენტი ქართულმა ოცნებამ გააკეთა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. უმრავლესობაში თქვეს, რომ საქართველოს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. შესაბამისად, მათ მოლოდინი არ აქვთ, რომ ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებს და გაუქმებს. მათ თქვეს, რომ თუ პროცესი და სცენარი ამ მიმართულებით წავა, მაშინ ქართული ოცნებაში განაცხადეს, რომ ეს დამაზიანებელი იქნება თავად ევროკავშირის რეპუტაციისთვის, მისი იმიჯისთვის და ამ შემთხვევაში ევროკავშირი, როგორც ქართულ ოცნებაში აღნიშნეს, დაკარგავს პოლიტიკურ ინსტრუმენტებს საქართველოსთან მიმართებაში. დღეს შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა ნაკლები საუბრეს საგარეო პოლიტიკაზე ქართული ოცნების ლიდერებისგან განსხვავებით, მათ უფრო მეტად ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ამ მიმართულებით მწვავედ გააკრიტიკეს ქართული ოცნება. მათ თქვეს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იყენებს. მათ თქვეს, რომ ქართული ოცნება დღითიდღე საშიში ხელისუფლება ხდება. გრძელდება პოლიტიკური ჟონგლიორობა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხით. ჩვენმა ძვირფასმა ოპოზიციამ ჩათვალა რატომღაც რომ ამ თემაზე დადონ ფსონი თავიანთ უცხოურ მფარველებთან ერთად, ვინაიდან როგორც ჩანს სხვა ხავსი, რასაც შეიძლება რომ მოეკიდონ, აღარ არის. თუმცა აქაც მინდა გაუცრუო მათ იმედები, ვინაიდან სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი არ იცვლება არაფერზე. საქართველოს კეთილსინდისიერად ასრულებს თავის ნაკის ვალდებულებებს. ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი, თუ საქართველოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან აკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე აწყობდა, ქვეყანას აღარ ეყოლებოდა პარტნიორები. მინდა ვკითხო ოპოზიციას, დარჩა თუ არა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაფს უწინასწარმეტყველებდნენ. დღეს ფაქტები საპირისპიროს აჩვენებს. საქართველოს დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პარტნიორობა ისე, რომ არ დაკარგო ღირსება. თქვენ ვინც დღეს სახელმწიფოს მართავთ, ფაქტობრივად ბრძოლა საკუთარ ხალხს გამოუცხადეთ. ოცნების ნაბიჯები, რეპრესიული კანონები, მოქალაქეების დევნა, ძალადობა და ქვეყნის ევროპული გზის შეჩერება შემთხვევითი შეცდომები არ არის. ეს არის გაცნობიერებული პოლიტიკა, რომლის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა ნებისმიერ ფასად. დღეს სასწორზე არ დევს რომელიმე პარტიის რეიტინგი, სასწორზე დევს საქართველოს მომავალი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული განვითარება. მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდეთ, ვერც ერთი რეპრესიული კანონი, ვერც ძალადობა, ვერც დაშინება ვერ გატეხს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს მომავალი იყოს თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული. მე არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირში საღი აზრი უკვე აღარ არსებობს და ისინი აამოქმედებენ ამ იარაღს, ანუ გააუქმებენ თავისუფალ სავიზო მიმოსვლა საქართველოსთან მიმართებაში. მე ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. მაგრამ თვით უარესი სცენარის გათვალისწინებითაც კი მათ რომც აამოქმედონ ეს იარაღი, ეს იქნება მათი პოლიტიკის, მათი რეპუტაციის წინააღმდეგ გადადგული ნაბიჯი და ეს არის კიდევ ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ გააუქმებენ ვიზა ლიბერალიზაციას. არ გააუქმებენ კიდევ ერთი მიზეზის გამო, რომ ისევ მუდმივად შეინარჩუნონ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ამინს უნდა ვქმნიდეთ ჩვენ.
ჩვენ რეგიონის სახელმწიფოები და არა შორეული კაბინეტებიდან მოკარნახე ბიუროკრატები. გვაშინებდნენ ვიზების გაუქმებით, შანტაჟის ენით გვესაუბრებოდნენ, ვითომ დემოკრატიას იცავდნენ და რა მივიღეთ რეალურად, სულ რამოდენიმე დღის წინ თავად ევროკომისიამ დანიშნა ტექნიკური შეხვედრები, რათა გამოსავალი იპოვონ ხელოვნურად შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ დაინახეს სუვერენულ საქართველოს მის ხელისუფლებასთან, ქართულ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის. თქვენ იქეცით ადამიანებისთვის საშიშ ხელისუფლებად, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს შეულახა უსაფრთხოების განცდა, რომელიც მოქალაქეებს ვერ იცავს კრიმინალისგან, ძალადობისგან, სიღატაკისგან და თავად გახდა საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადეც და გამღატაკებელიც. ხალხს დასცინით 10 ლარიან ხორცზე და იაფ კვერცხზე ესაუბრებით და ამ დროს მიმდინარე კვირაში ის 15 პროდუქტის ვეღარ ვიპოვეთ, რომელიც ვითომ და ბატონმა კობახიძემ გააიაფა. თქვენ მოქალაქეები უნდა დაიცვათ ძალადობისგან. თავად კი არ უნდა ძალადობდეთ ფიზიკურად, მორალურად თუ ფინანსურად. მათ ხარჯზე ხელფასებს იზრდით, საბიუჯეტო რესურსებით ბიზნესებს იწყობთ, დაალაგებულ ტენდერებს იკეთებთ და მინიმალურ ხელფასად 1050 ლარიც კი გენანებათ ჩვენი მოსახლეობისთვის. მინიმალურ ხელფასზე საუბრობთ და თქვენმა ინიციატივამ რომ შესაძლებელია საერთოდ 1/3 დასაქმებულებისა უმუშევრად აქციოს, ამაზე პასუხისმგებლობის არც აღება გინდა და არც არაფერს არ საუბრობთ. თუ ასეთი მაგრები ხართ, ხო გაქვთ პარლამენტის ხელფასები. მოდი აბა ერთი მაინც თქვენგანი გამოვიდეს და თქვას რომ ჩემ ხელფას მაგალითად სოციალურ დაუცველთა ოჯახს გადავცემ, მაგრამ ამ ყველაფერს არ გააკეთებთ, იმიტომ რომ ხართ ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკური სვავები და დარჩებით პოლიტიკურ სვავებად. ხმას საერთოდ როგორ იღებს საერთოდ სპეცრაზმზე, ძალადობაზე თქვენ ყავთ გაქცეული ბელადი, რომელსაც თქვენივე სხვადასხვა განშტოების წევრები თვალთხარიას უწოდებდნენ და ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ჩვეული დაპირისპირების მომსწრე ვართ ბოლო კვირეებია ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში. ბევრჯერ გვინახავს ფანჩატურებში გაერთიანებული საჯაროდ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, ახლაც იგივე სურათი მეორდება. ამ ადამიანებს იმდენად წყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურულს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ. ერთმანეთის კონკურენციით შეშინებულები ხან დიდ ბელად მიშას აკრიტიკებენ და ხან ერთმანეთს ინგლისური ცოდნას უტუნებენ. ალიანსად წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა ფიქრობ მალე დაიშლება. თუმცა გავა ჟამი და ისევ შემოსძახებენ და მოუწოდებენ მათი გარეპატრონები გაერთიანებისკენ და ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე შეკვეთის შესრულების პროცესს, რომელსაც ალბათ დაარქმევენ ხალხს ასე უნდა. კი არაფერი გვიკვირს კოლექტიური ნაცმოძრაობისგან, გარეპატრონებმა თუ არ დატუქსეს, ასე უმუხრუჭოდ მოძრაობენ. ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და ალაგ-ალაგ წამოაყვედრებენ წარსულს. ვითომ ერთნი არ იყვნენ. პოლიტიკური დებატების ფორმატი ამ დროისთვის დასრულებულია პარლამენტში. ამჟამად მიმდინარეობს კანონპროექტების განხილვა. ერთ-ერთი ცვლილებები ეხებოდა რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებს. ის პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. შალო პაპუაშვილმა დღეს დეპუტატების წინაშე დეტალურად ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რა ცვლილებები შევიდა რეგლამენტში და რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს. სპიკერმა აქცენტი გააკეთა რამდენიმე ცვლილებაზე, მათ შორის არის ის, თუ როგორ მოხდება პარლამენტში მომავალი წლიდან პრეზიდენტის მოხსენება და მისი მხრიდან ფორმატში მონაწილეობა. უკვე ცნობილი არის ის ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში აღარ გაიმართება, აღარ მოხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. წლების განმავლობაში ასე ხდებოდა, როდესაც პრეზიდენტი მიმართავდა პარლამენტს, ამის შემდეგ უკვე ფრაქციის ხელმძღვანელ პირებს, ასევე უმრავლესობის ლიდერს ჰქონდა საშუალება საკუთარი პოზიციები დაეფიქსირებინა პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით. ეს ფორმატი უკვე გაუქმდება და შესაბამისად პრეზიდენტი მხოლოდ თავად წარადგენს წლიურ მოხსენებას. ამის შემდეგ კი პარლამენტს საშუალება ექნება სხდომა გააგრძელოს სხვა განსახილველი საკითხებით. კიდევ ერთი თემა ეხება ინტერპელაციას. როგორც მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატი საკმაოდ აქტიურად გამოიყენება პარლამენტში. ეს არის ფორმატი, როდესაც დეპუტატებს შეუძლიათ მიმართონ მთავრობის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს კონკრეტულ საკითხებზე კონკრეტული კითხვებით და უკვე მთავრობის წევრები ვალდებული არიან პარლამენტის წინაშე წარსდგნენ და დეპუტატების კითხვებს უპასუხონ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება ეხება იმას, რომ თუ კი აქამდე ორჯერ შეიძლებოდა კვირაში მომხდარიყო ინტერპელაციის ფორმატის გამართვა, უკვე ეს 3 დღე იქნება და დეპუტატებს შეუძლიათ ეს ფორმატი გამოიყენონ. რაც შეეხება თავად სხვა ცვლილებებს, ძირითადად ეს ცვლილებები ეხება მაინც შიდა საქმიანობას, საკანონმდებლო საქმიანობას, კერძოდ
როგორ მოხდეს კანონპროექტების დაინიცირება, მისი გაწევა და ასე შემდეგ. ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დღეს ჰქონდათ კითხვები შალვა პაპუაშვილის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ავტორი არის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების. მათი კითხვები ძირითადად ეხებოდა იმას, რომ უფრო მეტი ბერკეტი ქონდეს ოპოზიციას საკანონმდებლო მუშაობისას და პარლამენტის თავმჯდომარე მათ ნაწილში კითხვები, რომელიც ეხებოდა თქვათ დროის დამატებას ამა თუ იმ გამოსვლასთან დაკავშირებით, თქვა რომ ეს საკითხი იქნება გათვალისწინებული. საბოლოო ჯამში დღეს დღევანდელი დღე გაგრძელდება სხვა კანონპროექტების განხილვითაც და ხვალაც გაგრძელდება ხდომა ძირითადად არის დაჩქარებული საკითხები, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მიმდინარე 2 დღის განმავლობაში. მადლობა საკანონმდებლო ორგანოდან პირდაპირ ეთერში თეონა მანაკაძე საუბრობდა.